ნახევარზე მეტია უკვე რაც აბას ხვიტარიძის და ანა ქავთარაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში პროცესზე არის მცირე დაძაბულობა შეპასუხება ერთმანეთს შორის მხარეებში გამომდინარე იქიდან, რომ ვერც ერთი მკითხვაზე, რომელიც ადვოკატებმა დაუსვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვა-პასუხის ეტაპზე მათ ვერც ერთზე პასუხი ვერ მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ყოველ შემთხვევაში ამბობენ, რომ თუ კი ეს არ არის ფაქტობრივ გარემოებასთან კავშირში, ისინი არ აპირებენ ამ თემებზე საუბარს, თუმცა ადვოკატები თავის მხრივ განმარტავენ, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ სასამართლოსთვის იყოს გასაგები. მირიან ქავთარაძე იყო მოწმე, ანუ სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა იმ დღეს, თუ ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა მომენტშიც ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა სწორედ მისი პოლიციელობის გამო მიაყენეს. რამდენიმე წუთის წინ სასამართლო დარბაზიდან გამოაწევეს თეონა ჭალიძე, რომელსაც პრეტენზია სწორედ იმ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა დასმულ კითხვას უპასუხოდ ტოვებს. ქავთარაძეზე ვიცი ძალიან კარგად, იმიტომ რომ მისმა გამომძიებელმა დამირეკე ერთი წუთი მაცადეთ პატივს არ ვცემ მირიან ქავთარაძეს. დამირეკა მისმა გამომძიებელმა დილის 7 საათზე და მითხრა, რომ ჩემი ძმა იყო ჩვეულებრივად კარგად კაპეზეზე, როცა სამჯერ აწამეს სხვადასხვა კაბინეტში ჩემი ძმა. და თვითონაც ადასტურებენ ამ ყველაფერს. რას ასრულებდა? ახლა გეკითხებით, რომელ შესრულებასთან იყო დაკავშირებული? იცავდა მკაცრად მოქალაქის კანონიერ უფლებებს, ეს ხდებოდა? ეს შესრულება იყო? ბატონო მოსამართლე, კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ეს კითხვები არ არის ფაქტობრივი გარემოებებისკენ მიმართული. შესაბამისად არ უპასუხობდა ახლა თუ ეს ყველი განმარტება არის თუ არა? შესაბამისად არ ჩემი უფლება არ პასუხობდა. გავიგე. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება აღმოუჩინა სახელმწიფო ორგანოს ან მოქალაქეებს. ამას ახორციელებდა, ეს იყო განხორციელების პროცესი. არ პასუხობთ. მითხარით რომ არ პასუხობთ და გავაგზავნოთ. არ პასუხობთ. მადლობთ. თქვენ იცით თუ არა, მაგრამ ქალბატონი ანი არის ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, რომელსაც ალბათ რა ვიცი, 10-ობით, 100-ობით სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. ღმერთმა არ ქნას, ღმერთმა 100 წელი კარგად ამყოფოს ბატონი მირიანი. ისე რომ მოხდეს, რომ სამედიცინო დახმარება დასჭირდეს და ანესთეზიის გაკეთება ქალბატონ ანის მოუწიოს ბატონი მირიანისთვის. ამ შემთხვევაში ვის უკეთებს ანი ქავთარაძე ანესთეზიას მირიან ქავთარაძეს, პაციენტს, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, თუ პოლიციელ მირიან ქავთარაძეს? ეს მინდოდა რომ დამეზუსტებინა. ეს კითხვა მოიხსნა. შეეძლო თუ არა? დებით გაბრძანდით დარბაზიდან, აბრძანდით გაბრძანდით. როულად დატოვეთ დარბაზი, ბევრს ნუსაუბრობთ. თქვენ რა გაინტერესებთ? მე სულ არ მაინტერესებს ქალბატონო. დატოვეთ დარბაზი დროზე. სამინისტრომ დღეს სასამართლოში უნდა წარმოადგინოს 4 მოწმე, მათ შორის ერთ-ერთი არის მოწმე, რომელმაც შეადგინა სამართალდარღვევის სოქმი. ეს ადამიანები ახლდნენ მირიან ქავთარაძეს სასამართლოს ხდომაზე, სადაც პოლიციელი იყო მოსული საბას ხვიტარიძის სიცხლის სამართლის საქმეზე და როგორც დაზარალებული და როგორც მოწმე ჩვენებას აძლევდა. პირდაპირ ეთერში ლიზა ლასარეიშვილი საუბრობდა.